ყველა სალამი მეგობრებო, მოკლედ არც YouTube-ზე ვართ ოფიციალურად. ჩვენი პირველი ვიდეოა, ჩვენი პირველი ვლოგი თუ ბლოგი? ვლოგი. ჩვენი პირველი ვლოგია და სად მივდივართ, როგორ დროს გავატარებ, მაგ ყველაფერს ნახავთ ვიდეოში. შეიძლება პატარა რაღაცა ხარვეზები გქონდეს, მაგრამ ძალიან უგაგვიბრაზდებით, იმიტომ რომ პირველი ვიდეოა და მაგ ყველაფერს პრაქტიკა ჭირდება. აუცილებლად ყველაფერს დავამუღამებთ რა. მოკლედ თავი რომ არ მოგაბეზროთ, მივდივართ კახეთში, კონკრეტულად სადემალი გაიგებთ. ამიტომ დარჩით, ჩვენთან იქნება ძალიან ბევრი თავგადასავალი და კარგი ამბები, ამიტომ წავედით. მეგობრებო, ჩამოვედით. ძალიან ლამაზი გარემოა, სიჩუმეა. ყოველთვის ვათრევ. აი ამას ეხა მოფიქრება ხომ. იმართლა ვღოთ რა. ახლა ჩავატარებთ პატარა room tours. დავიწყოთ. აი. ნაგვისურნა, არის აბაზანა. აბა. საუზნო. აი მართლა იდეალური გარემოა ჩემი აზრით. ულამაზესი, უდიდესი ლოგინი. ერბილია. აი, ძალიან უცხოა, იცით? მე მაგალითად სასტუმროს ეგ მირჩევნია. იხვეწებ და ამას ხედავ. Por señoritas. Los pasos para და ყველაზე მთავარი, რაც თავიდან განახეთ, არის ხედი და ჯაკუსი. ცოლთან ერთად, შეყვარებულთან ერთად, რავი, ოჯახის წევრებთან ერთად რომ მოხვიდეთ, წყნარად, შვიდად, აი, ყვირილის გარეშე, ხმაურის გარეშე, იქ მანქანის ის არ გესმის და მოკლედ სიმშვიდე და სიმყუდროვე მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ჩემი აზრით, სადაც შეგიძლია მოხვიდე და აი მაქსიმალურად განიტვირთო და დაისვენ. ამიტომ ჯერ პირველი დღეა, ეს ნახვარსა რამდენი ხანია მოვიდით? 10 წუთი. 10 წუთია, მაგრამ უკვე მოგწონს. იქნება ვიდეოში რა. ვაიმე ფილტვები. მოკლედ უკვე აცივდა აგრილასავით, მაგრამ სასიამოვნო სიცივია რა. აი რო ქსიამოვნებს ისეთი. ჯერ გმაყოფილები ვართ მართლა, უმაგრესი ადგილია ორი ადამიანისთვის, მით უმეტო ეს აქვე რესტორანია. ეხლა ავალთ შევჭამთ, რაც გადავიღებთ ვიდეოს თუ როგორია, ამიტომ გაგრძელებას ელოდეთ. შეგიძლიათ დასწრდეთ, თილამაზი ადგილია. თქვათ შორის მეგობრებთან ერთადაც ძალიან კარგი ვარიანტია რომ მოხვიდეთ და იდეალურესი რა. ფლობელმა მითხრა რომ აქ იქნება აუზი. ზაფხულისთვის, რა ვიცი, ძალიან მაგარი იქნება. აუზი წარმოიდგინე როგორ მოხდება აქაურობას რა. უნდა წავიდეთ ვჭამოთ, იმიტომ რომ ძალიან მოგშვიდა. მემშია მე. იქ ზემოთ აქვთ რესტორანი და მაგრად გაინტერესებს რა კერძებია და როგორი იქნება. აი აქ არის ზემოთ რესტორანი და როგორც მივალთ, დაგათვალიერებინებთ სიტუაციას. გამარჯობა, მოვდივართ. უნდა ვჭამოთ. აი ესეც საყვარელი სივრცეა. ვადი. ქათმისწვადი გინდა? ეს არის მათი მენიუ. მოკლედ ახლა დავათვალიერებთ მენიუს და როგორც კი მოვა ყველაფერს განახებთ. შევაკვეთეთ აჭარული ხაჭაპური. აი ახლა მე გელაპარაკება. ეს არის ჩვენი პიცა. იტალიანო. დღემშვიდობისა მეგობრებო. მოკლედ ერთ არაფერი გადავიღეთ, იმიტომ რომ კარგად გამოვიძინეთ. ვისაუზმეთ, ყავა დავლიეთ, მომზადეთ და ეხლა მივდივართ. ოინანინანა, ჩემი შენი დაგანა, შენ ჩემო გულის ლამაზო, ჩემი თავი დაგენაცვალა. ოინანინანა, ლამაზებს უმღერი განა, დილით მზე და ღამე მთვარე, შენ გიმღერის განა დაგანა. ჩვენით მოვედით, არის გადასახედი ალაზნის ხევზე. ესე გითხრეს და ძალიან ლამაზი ადგილია, მართლა ლამაზი ხედია. როდ მიკვირს რატოა მოუწესრიგებელი აქაურობა, იმიტომ რომ სიგნალი ზოგადად მოწესრიგებული ქალაქია რა. რატო გამორჩათ ეს ტერიტორია არ ვიცი. ეს არის ხედი.
ეს ჩვენი მეგობარიც აქ დახვდა. მოდი, ჩუგო, მოდი. რავი, ამის პატრონს მინდა უთხრა, რომ გული არ აქვს მართლა, იმიტომ რომ ამის აქ მიტოვება არ შეიძლება. რავი, რატო უნდა დატოვო ეს ძაღლი, თანახე ჭკვიანია უბოროტო. პუშტუკა ვინალიშო. ვინ არის? ხო, ეგრევე ლაპარაკები. მოკლედ მეგობრებო, გამოვიცვალეთ. ჩემი ქურტუკი ჩაიცვა. ჩემი კეპი დაიფარა. ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის სიღნაღის კედელი. მაინტერესებს მე, რავი, ძალიან ბევრმა შეაქო და ხო, წესით ყველაზე ცნობილი ადგილი ეს არის. იმედია სწორად მიდივართ და იმედია. სადღაც არ შევუხვევთ. ნუ ყოველ შემთხვევაში არ დავიკარგებთ. გამარჯობა. საით წავიდეთ, ესე თუ ესე ხო, დაბლა. გაიხარეთ. ნახე რა სილამაზეა. ადგილზე ვართ, მოკლედ მოვედით. მაგრამ ჯერ ხო ლამაზია, მაგრამ იქ რა არის, ძალიან მაინტერესებს. ეს არის სიღნაღის კედელი, იმიტომაც ქვია ეგრე. ანუ ამის გაგრძელებაა ესეთი. აი აქ ნელა, შენი ჭირი მე თორე ვეღარც YouTube-ს გადავიღებთ. ვეღარც ბლოგს თუ რა ვიცი და ნელა. ნახე თვითონ მიდის მე დავდოვა. ვაიმე გული გამიშკდა, ბიჭო ეს ისე გამოვიდა იქიდან. ეს არ ვიცით რა არის, მაგრამ უნდა გავიგოთ. ეგ არის. ეს ადგილი, სადაც ვისვენებთ ჩვენი სიღნაღი გლემპინგი. მაგარ ადგილას არის კომფორტული ადგილია, რავი. მანქანით 5 წუთში ქალაქში ხარ. მე უნდა იარო ფეხით ყველა ვარიანტში. იმიტომ მე გმაყოფილი ვარ. აი მე როგორ მეზარება ჩასვლა. ოქშილა და მოვედით რესტორანში, რომელსაც ქვია ბალკონი. ან მაგარი გარემოა. კი, ნამდვილად. ძალიან ყუდროა. მოკლედ მეგობრებო, დავსხედით. გვაქვს საოცარი ხედი. შევუკვეთეთ კერძები და ველოდებით. არ მეთქვი რა, ლობიო კეცე, აიმერული ხაჭაპური იყო, კაბაბი, ძალიან ხშია. ხინკალი, ქალაქური და ეგ არის. მაგრახშია და თან მაინტერესებს ძალიან როგორი სამზარეულო. ახლა ველოდებით მოვა და აუცილებლად განახებთ რა როგორ გამოიყურება, დავაგემოვნებთ და გაგიზიარებთ დაბიჯილებებს. იმედია მოგოწონება რა დათყვილად. და ვინც ასევე ჭამთ, შეგერბოთ. ჩვენ მოიტანის ლობიო კეცე. ახლა დავაგემოვნებთ. იქამდე კაბაბი მოვიდა, მაგრამ ისეთი ფშირები ვიყავით, ვერ მოვასწარით გადაღება. უბრალოდ დაგვავიწყდა და ახლა მოიტანეს ხინკალი და ხაჭაპური. ვიზუალურად ძალიან გემრიელად. კაბაბი გემრიელი იყო მართლა. მოკლედ ვივახშმეთ, შვენიერი დრო გავატარეთ. ცოტა არ იყოს და მეძვირა, მაგრამ გემრიელი იყო. მაგრამ აი ცხირდა ჩემი აზრით. ხო და ჩვენი დღევანდელი ვლოგი ამით დასრულდა და ხვალ შევხვდებით რა. ხვალ გავაგზავნეთ. გავიყიდით. დილამშვიდობისა მეგობრებო. დილამშვიდობისა. სიღნაღიდან მოკლედ მივდივართ ბოდბის მონასტერში. ძალიან მინდა იქ მისვლა და მივალთ აუცილებლად გადავიღებთ ყველაფერს. ამიტომ სულ ცოტა ხანი დაგვიგვდეთ. წავედით. მოკლედ, 3 დღეა უკვე სიღნაღში ვართ და ჯერა გაგვისინჯებს კახური შოთი და კაი ყველი. ჩამოვედით ცენტრში და ახლა შევალთ ერთ-ერთ თონეში, რომ დავაგემოვნოთ. კახური შოთი მინდა. აგეთ. მომართვით, იყოს. გაიხარეთ, მადლობა. მადლობა. კაია? ყველი აქ მაღლა იყიდებაო. რო ახვალო? წამფეხი თავი. შედახოვში. გამარჯობა. აიგონი კიდე უნდა აგვიღო. მე სულ შევჭამ სანამ მივალთ. გამარჯობა. აი ყველი ხომ გაქვთ. უბრალოდ გვირჩიეს რომ კახეთში უნდა გასიჯო შოთი და ყველიო ერთად. კი ბატონო, ეგ შოთიც ჩვენია, ოჯახისა თქმა. მართლა? ძალიან კაი. სასიამოვნოა, ძალიან კაი. მისია შესრულებულია. მე ამ მომენტს ველოდი ძალიან დიდი ხანი. დედას ვიცავ როგორ მართლა. აი ძალიან მაგარი ყველია. რამდენი მაგასინჯული ხო ეხა ჩვენთან? მაგრამ აი რაღაცნაირ ამას წავიღებ. ინდუელები არიან. აი სიღნაღში თუ შემხდებოდნენ, მაგას ვერ წარმოვიდგინე. ნახევარზე შეუკარგე. არა. მე არ დავზვირი. არა? იდა? მოვედი.
მოვედით დანიშნულების ადგილას წმინდა ნინოს მონასტერში. და ახლა შევიდეთ. მაგარი გალამაზებული აქაურობა რა. ძალიან სილამაზეა. გამახსენდა. აქ ერთხელ ვარ ნამყოფი. უნივერსიტეტთან მოვედით რა. იმაზე ექსკურსიაზე ხო და ეს ადგილი გამახსენდა ეხლა ზუსტად. და მაგარი გადასახედია, წამოდი განახებ. გამომყევით. შეგინით რომ შევალთ ვერ გადავიღოთ მაგას, მაგრამ რომ გამოვთ ყოველ შემთხვევაში. ეს არის წმინდა ნინოს მონასტერი. ვაიმე, იქ რა ხედია. მოკლედ მეგობრებო გამოვედით. რა ვიცი, აი ძალიან მაგარი შვება ვიგრძენი. მართლა. ერთგვარი მართლა. ახლა ჩვენ განახებთ ყველაზე ლამაზ რა ხედს. ვიცი არის მოწყობილი აქაურობა. ეს ნახეთ გთხოვთ. იმდენია. ქვევოთ არის წმინდა ნინოს წყარო და ახლა იქ მივიდივართ რომ ნახოთ. მოკლედ, მოვედით წმინდა ნინოს წყაროზე. სიმშვიდეა. რაღაც საყვარლობა კაფე ვნახეთ და გადავწყვიტეთ დავრჩეთ და თან დავაგემოვნოთ კერძები. თან გარეთ დავსხდებით და თან განახებთ რა სიტუაცია. რაღაც შაკალელი ზოლტები. ეს ხედი. ანუ უბრალოდ შეხედეთ. ძალიან ლამაზი გარემოა. პატარა იტალიას გავს. ეს ჩვენი მაგიდა. მოვედით მოკლედ მწვანე ტერასა ქვია ეს რესტორანს. ლამაზი ხედით, რა ვიცი. ძალიან ლამაზი გარემოა. სხვათა შორის ფასები გუშინდელთან შედარებით არის ნორმალური. სტანდარტული ფასებია. სტანდარტული ფასია, მაგრამ შინ იყო 20 წყალის ფასი. ჩვენი პირველი ვლოგი მივახლოთ და დასასრულს ყველას წინასწარ დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. ხოლო ჩვენ კი გავაგზავნებთ ჩვენს გზას, რომელიც იქნება ემოციებითა და თავგადასავლებით სავსე. ახლა კი დაგემშვიდობებთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი.